საზოგადოებრივი გაერთიანება მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის აგრძელებს კამპანიას მე დავრგე ხე, რომლის მიზანს წლების განმავლობაში სამთო საქმიანობის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორება და სამუშაო პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი მოსწავლე ახალგაზრდობის აქტიური ჩართვა წარმოადგენს. ორგანიზაცია უკვე რიგით მესამე გამწვანების აქციას კომპანია RMG Copperis გარემოს დაცვის დეპარტამენტთან ერთად ატარებს. დეტალებს ია ივაზაშვილის სიუჟეტიდან შევიტყობთ. მე დავრგე ხე კამპანია, რომლის ფარგლებშიც გარემოზე ზრუნვა და ტერიტორიების გამწვანება უკვე 3 წელია ტრადიციად იქცა. მადნეულის კარიერის ფუჭი ქანების სანაყაროზე სპეციალურად შერჩეული სხვადასხვა ჯიშის ხეები ირგვება და სწორედ დღეს თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა აქვს მწვანე მომავალში საკუთარი წვლილი შეიტანოს. გამწვანების ღონისძიებას საზოგადოებრივი გაერთიანება მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის კომპანია RMG Copperis გარემოს დაცვით დეპარტამენტთან ერთად ატარებს. ჩვენი კამპანია არის პირველი, რომელიც ცდილობს სამთო წარმოების შედეგად დაცვის გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორებას და ამ პროცესში ადგილობრივი მოსწავლე ახალგაზრდობის ჩართვას. ამჯერად ჩვენ ვიმყოფებით RMG Copperis ფუჭიქანების მეორე სანაყაროს ტერიტორიაზე და თქვენ თუ აქ არემარეს გადახედავთ, მიხვდებით რამდენად მნიშვნელოვანია აი აქ მწვანე საფარის არსებობა და როდესაც ჩვენ აი აქ აბიბინებულ მდელოს ხედავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ არის ძალიან დიდი წლობით უდიდესი შრომა ჩადებული. ყოველ გამწვანების აქციაზე ტრადიციად იქცა, რომ თითოეული ხე ახალგაზრდა თაობის ხელით ირგვება. ნუცა და ბარბარე დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეები არიან. ეს მათ მიერ დარგული პირველი ხეა, როგორც საქართველოს ბუნებაზე ზრუნვის სიმბოლო. გამწვანების ღონისძიებაშიც პირველად მონაწილეობენ. კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულები დმანისის მერიის ახალგაზრდული სათათბიროს წარმომადგენლები, აქტივისტები და კომპანიის თანამშრომლები. მე არასდროს არ დამირგავს ხე და ახლა რომ ამ პროექტში მომეცა საშუალება რომ დავრგო ხე, ძალიან დიდი мотиваციაა ჩემთვის. ყოველი ჩვენი დარგული ხე ყოველთვის წაადგება ბუნებას. რათა გაიხაროს და ჩვენს ბედნიერები ვიქნებით და ბუნებასაც გავახარებთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ამ პროექტში მონაწილეობას, იმიტომ რომ ძალიან მიხარია ბუნება, როცა ბედნიერია და ბედნიერი ვარ, როცა საქართველოს ერთი ხე თუნდაც მე ვაჩუქე. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა დაათვალიერეს RMG Copperis კუცაცავი, ადგილი, სადაც წარმოების პროცესში წარმოქმნილი მასალების უსაფრთხო მართვა ხდება. სპეციალისტების დახმარებით ისინი დეტალურად გაეცნენ კუცაცავის მუშაობის პრინციპებსა და გარემოს დაცვით სტანდარტებს, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული. სტუმრებმა ასევე მოინახულეს ეგრეთ წოდებული მშრალი კუდების მშენებლობის მოედანი, საქართველოსთვის უნიკალური და უპრეცედენტო პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ზემოქმედებას ბუნებრივ გარემოზე. თქვენ ხედავთ ჩემს მარცხნივ თუ როგორი რელიეფია, აქ არის მჟავე ნიადაგები და ასე მარტივი არ არის აქ გამწვანების და მათ შორის ხეების გახარება, მაგრამ ამას დიდი შრომა ჭირდება, დიდი მოვლა-პატრონობა და ჩვენ ვახორციელებთ პირველ რიგში დარგვას ახალგაზრდა თაობასთან ერთად და შემდგომ ამის მოვლა-პატრონობას. ჩვენ ასევე ახალგაზრდებს ვანახეთ წინა სეზონზე დარგული ხეები როგორ გაიხარა და როგორ გაყვავილდა ეს ხეები. დღეს კიდე ასევე ისტორიული მოვლენის მომსწრენი გახდნენ, ვინაიდან საქართველოში და არა მარტო საქართველოს, კავკასიაში პირველი მშრალი კუცაცავი მშენებლობა მიმდინარეობს და ეს მშენებლობის პროცესი ნახეს, რომელიც არის ძალიან ეკომეგობრული სხვა შედარებით სხვა კუცაცავებთან ერთად. კამპანია მე დავრგე ხე მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობის ინიციატივით 2024 წლის შემოდგომაზე დაიწყო. მისი განხორციელების პერიოდში 16 ოქტომბრის ღონისძიების ჩათვლით ჯამურად უკვე 1000 ხე დაირგო. ხეების დარგვა სპეციალისტების რეკომენდაციით წელიწადში 2 ჯერ გაზაფხულსა და შემოდგომაზე მიმდინარეობს. დიდი მადლობა ია ივაზაშვილს ამ სიუჟეტის მომზადებისთვის. მართლა უმნიშვნელოვანესია რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს გარემოს და თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ და ერთი ხე მაინც დავრგოთ. აუცილებლად დავრგოთ ყველა მხეები.